ფინური მედიის ინფორმაცია ქართული ოცნების ტყუილ სამხელს. აღმოჩნდა, რომ ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრაფიკის შეცვალა და წუხელ თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. შემდეგ კი ბაქოში გაემგზავრა. საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა კი ამტკიცებდა, თითქოს კობახიძემ თქვა უარი ელინა ვალტონენის მიღებაზე. Stari ინფორმაციის გავრცელების გარდა ივანიშვილის პარტიამ დღეს ფინელ პოლიტიკოსზე შეტევა წამოიწყო. ქართული ოცნება მთელი დღეა შეურაცხყოფას აყენებს ეუთოს თავმჯდომარეს. კობახიძესთან შეხვედრის გაუქმების გარდა ოცნება გააღიზიანა გუშინდელმა ბრიფინგმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ოლიგარქის მინისტრის თანდასწრებით ვალტონენი უმწვავესი განცხადებებით გამოვიდა და მკაცრად გააკრიტიკა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. ეუთოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს როგორი მომავალი უნდა. ამის შემდეგ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველზე ჩავიდა უწყვეტი აქციის მონაწილეებთან. ფინურ მედიას მოყავს ვალტონენის სიტყვები, რომლის მიხედვით ის მივიდა დემონსტრაციების სანახავად, რომელიც თვეებია საქართველოში იმართება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ, ამბობს მინისტრი. აღიარების ილუზიის შექმნის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ სრული ფიასკო განიცადა. ბრიფინგზეც კი რეჟიმს პირდაპირ ეუბნებიან სიმართლეს ზედმეტი დიპლომატიური მინიშნებების გარეშე. ასე რომ ხელის ჩამორთმევის წარმატებად გასაღების მცდელობა არც ამჯერად გამოვიდა. პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ სათქმელს, ივანიშვილის მარიონეტებთან შეხვედრებს აუქმებენ, დემონსტრანტებს კი მხარდაჭერას უცხადებენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორია ერთი დეტალია იზოლაციის დიდ სურათში. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას ჩაშლილი შეხვედრის ნამდვილი მიზეზი გაუმხილა. როგორც გაირკვა პრემიერთან აუდიენცია, თავად ფინურმა მხარემ გააუქმა და ეს შეზღუდული გრაფიკით ახსნა. მტკიცება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრ ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა, არასწორია. შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საღამოს გრაფიკის გაუმართავობის გამო გააუქმა. ქართული ოცნების მთავრობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პირადად ეუთოს ხელმძღვანელმაც ისაუბრა. გავლენიან ფინურ გამოცემა ჰელსინგინ სანომატთან ინტერვიუში ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ ფინურმა მხარემ ოცნებას გუშინ გვიან საღამოს აცნობა, რომ მინისტრი კობახიძეს ვერ შეხვდებოდა, რადგან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ჰქონდა შეხვედრა ჩანიშნული. მე კონკრეტულად ვიყავი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, როგორ რეაგირებენ. სამწუხაროდ მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში ჩავსულიყავი. ეუთოს თავმჯდომარის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ გუშინ იყო ინფორმირებული, რომ კობახიძესთან შეხვედრა არ შედგებოდა. თუმცა დღეს დილით ივანიშვილის მთავრობამ დაასწრო და საგანგებოდ გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ შეხვედრაზე უარი თავად პრემიერ-მინისტრმა თქვა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა ისიც, რომ გაუქმებული შეხვედრის მიზეზი ვალტონენის გზავნილები და კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა გახდა. გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ივანიშვილის მთავრობის განცხადება ქართული ოცნების დეპუტატებმა შეურაცხმყოფელი განცხადებებით განავრცეს. დილიდან მართველი პარტიის წევრების შეტევის მთავარი სამიზნე ეუთოს თავმჯდომარე გახდა. ოლიგარქის გუნდის გაღიზიანება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხისტმა პოზიციონირებამ გამოიწვია, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს. მაღალი დონის დიპლომატმა ისაუბრა მოვლენათა ბოლოდროინდელ განვითარებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვასა და ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის დაპატიმრებაზე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების აუცილებლობაზე. I'm in Tbilisi in front of the Parliament building. There's a peaceful demonstration gathering here slowly. A lot of people coming here. ქართული ოცნება რუსთაველის გამზირზე გაკეთებულმა ამ განცხადებამაც აღაშფოთა. უმრავლესობის დეპუტატები ვერ მალავდნენ გაბრაზებას იმის გამო, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად გამოჩნდა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ დაგმო ოცნების რეპრესიული კანონები. შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომაც ეხლა ელაპარაკეთ რადიკალებს, ელაპარაკეთ უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი. მეტი პასუხისმგებლობა გმართეთ და მეტი დაკვირვებულობა. შერცხვენილი ხარ და
თქვენთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როგორც ეუთოს წევრი ქვეყნების თავმჯდომარე არანაირად უფლებამოსილი არ არის ილაპარაკოს ეუთოს სახელით. ეუთოს თავმჯდომარის კრიტიკულმა გზავნილებმა წყობიდან პარლამენტის თავმჯდომარეც გამოიყვანა. შალვა პაპუაშვილი ბიუროს ხდომის გახსნისთანავე პარტნიორს თავს დაესხა. ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ერთი, ამას შეჩვეული ვარ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა. ქართული ოცნება არამეგობრულ რიტორიკას არ დასჯერდა და დღეს პარლამენტის სესიაზე ეუთოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ ზომების მიღებითაც დაიმუქრა. ნიკოლო სამხარაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ჩივილს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აპირებს. ჩვენ, როგორც ეუთოს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, სრული უფლება გვაქვს, რომ ეს საკითხი დავაყენოთ ასევე საპარლამენტო ასამბლეაზე და კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმოთ ეს საქციელი. ოლიგარქის დეპუტატები როგორც ჩანს საერთო წინასწარ შემუშავებულ მესიჯბოქსებს ახმოვანებდნენ და ეუთოს თავმჯდომარეს ექსტრემიზმსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. არადა ეუთოს თავმჯდომარემ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს. საზღვრების ხელშეუხებლობა, ტერიტორიული მთლიანობა არის ის საკითხები, რომლის უფლებაც საქართველოს სრულად გააჩნია ოკუპაციასთან მიმართებაში. ჩვენ ვგმობთ ამ პრინციპების დარღვევას. ამის დასადასტურებლად ელინა ვალტონენი დილით საოკუპაციო ხაზთანაც კი ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილიდან გაეცნო. ეუთოს დელეგაციას საოკუპაციო ხაზთან ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ ახლდა. ფინეთის პირველმა დიპლომატმა საკუთარ ტვიტზე კონფლიქტის ზონიდან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ექსპერტებს არ უკვირთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვის ნაცვლად ქართული ოცნება სულ უფრო მეტად შორდება ცივილიზებულ სამყაროს, დემოკრატიულ რეფორმებს, ძალაუფლების დაკარგვის შიშით უფრთხის. ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი წესით და რიგით უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ხაზს გაუსვამდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს მოვლენაც გამოიყენოს შიდა პროპაგანდისთვის და რეალურად გააფუჭეს კიდევ უფრო მეტად ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან. საქართველოსშიც და საქართველოს გარეთაც საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ სანამ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, საოკუპაციო რეჟიმი იქნება საქართველოში ხელისუფლების სათავეში, მანამდე ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მოხდება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეუთოს დელეგაციაზე განხორციელებული შტურმი იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უარს ამბობს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. დაიწყეს მისი გაშავება, რომელიც აგებულია მთლიანად ტყუილზე. ამ ტყუილთან დაკავშირებით ქართული ოცნება არაერთხელ არის შემჩნეული. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ესაუბრათ ჟენევის მოლაპარაკებებზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც ქართული ოცნების რეჟიმი გავს განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რაც პირდაპირ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. რეალურად, რაც განახა ამ ვიზიტმა, არის ის, რა განწყობას აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს, ერთიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის და მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს. ეუთოს თავმჯდომარე უკვე აზერბაიჯანში იმყოფება. სოციალურ ქსელში ვალტონენმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფოტოებიც გამოაქვეყნა. გამგზავრებამდე კი მინისტრი დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისია საქართველოს ტერიტორიების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.